მოგესალმებით, ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო. დღეს გვაქვს ბეთლის რეაქტი, ვიცი რომ ძალიან ელოდებოდით ჩვენგან რეაქტს და სტუმრად ყავს საქართველოს გამოჩენილი რეაქტოლოგი ბატონი ჯოინერ ლუკასი. ბატონო ჯოინერ, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ჯოინერ, რამე მკითხე და უნდა გიპასუხო? ბატონო ჯოინერ, მადლობა რომ ჯოინას. როგორ ხართ თქვენ, როგორ ხართ? როგორ ვიქნებით რა ეს? რავი ლუკას ვართ რა. შენ როგორ ახლა? ნორმალურად, მადლობა რომ მეორედ ვარ თქვენთან უკვე. ისე ხო მართლა იქ იყოთ და ერთი წლის წინ. ხო. ერთი გადასაღები დღე გქონდა და პირველი ტახა ყავდათ სტუმრად და მეორე მე რუსია და მესამე ვინ იყო არ მახსოვს. მილოვა. ხო. და რო იცოდე პირველი თქვენ იყავით სტუმრად, პროსტა პირველი ის დაიდო მე. ხო, ნუ მე ვამონტაჟებდი და რა ვიცი. ეგრე გადაწყვეტა. პრობლემა ხდება ხოლმე ეგრე. ხო, პირველი უბრალოდ ის დაიდო. ჩვენ ის პოდკასტი უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ მეგობრებო, მოკლედ. ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი, ასევე ომეგა ემბერი, ჩვენი წარმომადგენელი კომპანია. პროექტის დაწყების დღიდანვე ჩვენს გვერდშია. ბაგის ვიდეო ნახეთ მაგარია. დავაპირებთ უკეთეს რაღაცებს ის ვისოლი რომ პეტროლი ყველა მოდით კაი პროექტი შევწყოთ და მიჭერეთ. დავარეაქტოთ ბეთლი? დავარეაქტოთ. მე სპონსორი არ ყავს. და რა ვიცი, იყავით ბეთლზე? მე ვიყავ. მე არ ყოფილი. შენ იყავ. შენც იყავი. მეც ვიყავ. არის მოსაზრება რომ შეიძლება ვიღაცამ იქ on-spot მოიგოს ეგის რა ბეთლი. მაგრამ როდესაც ვიდეო უშუალოდ იტვირთება და გამოდის, იქ უკვე სხვა ტიპია საერთოდ გამარჯვებული და ზუსტად მაგიტოა რომ ჟიურისა და საზოგადოების, ანუ ვინც YouTube-ზე უყურებს იმ ხალხის აზრები ძალიან იყოფა ხოლმე. ქონია. აი ხა ბოლო ბეთლზე მქონდა კაკრას, ამაზე არა. პელე და Young Mike-ზე მქონდა კაკრას რა. ჩემი ძმაკაცი ადგა, მოგითხო აქედან გუგას, ადგა და წავედიო მე პელე მოიგო, всё რა. მე ჩქარებაო გავბივარო რა და აიცა მეთქი მე თან ლაივია რაღაცები მე ვასება ბიჭოთა ერთად ბაუნსის სცენაზე და რა მეთქი არ ამგონია მეთქი მაგრამ მოდი ნახოთ კაკრას რო წავიდა შეფასება აი რუსიან ბოლოს რაც თქვა მაგაში დავეთანხმე რა იმიტომ რომ ტექნიკურად მე ეგრე ვთვლი რა ტექნიკურად მანდრო ტექნიკურ MC-ს მოიგო ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი იყო პროექტისთვის და ის ფანჩები, რასაც პელე იძახის, ძალიან ბასრი ფანჩებია, გასაგებია, მაგრამ ნახე როგორი ამბავია, ჩვეულებრივი დილეტანტი მსმენელისთვის პელეს ფანჩები უოჭველი გასაგებია, ან პირდაპირ ამბობს არანაირი სქემა სტრუქტურა რაღაც ანუ აქ, მაგრამ დამუღამებადია. Young Mike-ს ჰქონდა ამბავი, რომ თავიდან იწყებდა რაღაცას, დასაწყისში, შუაში მერე პერიფრას უკეთებდა და ბოლოს რაღაც იგივე ისტორიას ამთავრებდა რა. ანუ გასაგებია რომ არ ქონია ისეთი სიძლიერის პანჩები როგორც პელეს, მაგრამ სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ შენ უფრო გეცოდინება ეგ ამბავი ბეთლის წერის დროს რა. სტრუქტურულად როგორ წერ. ანუ ქართული მუსიკა რო გლობალზე ვერ გადის ყველაზე დიდი ტყუილია, იმიტომ რომ მატიღე გიმსმა რა აი დამოს არა მაგრამ ისე არის რა ტიპი იცი აი ზოგადად ეგეთი არტისტები შენს გეყოლება დამოღამებული რა აი სადღაც მიდის უკვე უნდა ჩავიქიმს საიდან გახსოვს საერთოდ ბელა აი რამდენი წლის წინ ფული დამუღამარო სადღაც აი სპორტს დაუკავშირე და შენ თვითონ მიხვდები რა სადღაც უკან მიდიოდა მაგის ფეიმი დამუღამარო სადაც ქართველები იჩითება სოციალურ ქსელში ყველაფერს ძალიან მაღალი ინგეიჯმენტი აქვს ან ჩართულობა აქვს და აბა ხო არ ვთხარო თან აქ ჩამოდის ხო ვთხარო რა ან ტრეკი ხო არ დავაგდო თან აქ ჩამოდის რა სოჰოში იყო და რაღაცა ან ლაივები აქ გაკეთებული რა აქეთ კი ან ძალიან ხელმისაწვდომი არტისტია რა საომალოდ რა თუ მოგინდებათ რომ აქ იჯდეს არ იქნება არის დამუღამებული მაქვს სხვადასხვა რომ აი ქართული სოციალური ქსელი ხალხის ჩართულობით არის ერთ-ერთი იმიტომ რომ რაღაცა გვერდი იყო აი ინტერნეტი რო გაგვითიშონ დაგვეხა ხო რაღაცა გვერდი იყო რაღაც კანადა ბოლ თუ რაღაცა სადაც იყო ქვეყნებს შორის შეჯიბრი რომელი ქვეყანა უფრო მეტ ლაიქს დააგროვებს და კანადა ბოლი ეხა ქართულად წერს იცი
კი, აი შიტპოსტერობის როგორ ქვეყნებს უგებდით იცი ამერიკა, კანადა, იტალია ხო ზე ხარ რა? ეგ ჩართულობა აი ისაი ლევანტეს ადმინი აიღები მის PSG-ს ადმინი PSG-ს ადმინი რომელიც მეგრულად დებს პოსტერს. და ინტერნეტი თან როდის შემოვიდა ჩვენთან ძალიან გვიან შემოვიდა რა და თან ინტერნეტი გვაქვს სოფლიოში ყველაზე ძვირი ანუ ყველაზე ძვირს ვიხდით ინტერნეტში და წარმოიდგინე რა კაი, გადავედით ბეთელზე უშუალოთა. გავეშვით. ეს არის PvP Flows სეზონის გარაბედლი MC ჩემგან ხელმარჯვნივ არ მჭირდება ჩემი სახელის გამოცხადება. Yeah VST ESK VST-ს რეკლამაში ადგილი გამონახა მიშკამყლეობების კეთებაში პადელი კი ნახა ჯერ VST მერე ესტრებელი ბანი გასაკუთრებული ყლეა ბესტსელერი ვა მაგაზინ ყავს ორი გაბრიელი რაგაცინებს ერთი გაგაცივებს მეორე კი გაგაცილებს ქსელი სტაბილო მაგ მოვაღარო ორეგანო შეში კაცობას ვერ ხედავ ხოდა მომეკალო აღარ ვიმეთლავებო და დუხზე მოეძა ილო ბერო შულთალი ტირა და გულზე მოეშვა ფეხი ვერსად მოიკიდე შეიცვალე გუნდები შეხარ PvP-ს თვიური თვაში ერთხელ ბრუნდები ხარჯეროდის უნდა მომცევალი კი შეხაშტიკია და გეგმილი არიყავი და ახლა ხვდები ჯიმა რა უნდა ვინ არის ბანი შენი საყვარელი რეპერიც ჩემის მაგაცი არის კაქტუსზე იბაზებს ვიცი კვიციონავარი რაც გინდა თქვი ეგ თემები ჩემზე აღარ არის კამარი და დესასტორზე დაგიდებ ყლეს მთელი გენგი მოეხმარეთ მარტო ვერ დაიღებს ზევიდან შენი გენგი ქვევიდან ისე ვივა შუაში შენი ყავი ორგია გამოგივას და თუ კი ვერ შეძელით ჩემი დაგდება ერთად შენ წარმოგვიდე კი სირად მე სირიუს ბლეკად როდის ხო შეიძლება? მე ჩემთან არ ვაპაუზებ და თქვენთან დავაპაუზებ მაინც. ბიჭო, ეს რომელი ის არის, რა ქვია? Flows ნაწილი, ვიღაცას ხო ქონდა ეს? რა. ბანისია. всё. ბანის ნიკისთან ფინალში რაც ქონდა. ხო, всё. ოკეი, ყვევიდან. ჩემი დაგდება ერთად, შენ წარმოგვიდე კი სირად მე სირიუს ბლეკად. მოვიდა ჩემ ფლოუშენთან, მოვიდა ჩემ ფლოუშენთან, მოვიდა CS ლო არ გადავამაგრებ იერები გამოყავ და next step. ცოცხილებს გაგასერ, წვიმა გიხარია, გოგოს მაგით მაინც დაასველებ. შემოვედი სფეროში და პიქშტეფა. პანიკა იგივებული ემინებთან. არ დაიჯეროთ ეს ისტორია მას შექმნა. მასავით უნდა იყოს ან ვოუნდრება. პერსფექტივ მუსიკამ რა მიქარა მარა თავში. არეულობა ჰაიმი, წავიდა მარა თესლი და ბრუნება მაქსო მანქანა ბრუნდება ჯერ მაცადე გახურება. ვერ გიშველა პელეს თვალში დაწერილმა ქულებმა რაღაც ყველა ჩვევა პანიკურ ყოს მიგიგავს. ორ წუთზე დიდი რაუნდი მარტო PvP-ში გაქვს. შენზე მაღლავი დეკი, სულზებიდან გიყურებდი. სუკლა ვარ და გავიწყდეს ფინალზე სირას მიხურებდი. ისე round და ვინარი ბანი ჩემი პირით მითხარი რომ მე წავიღე ფინალი. გამოახვიდოთ ჩემი კრაუდია მძინარი და მომხაცა და ჩემი დეკი მაინც ფინალი. აგადაგრის რო ახსენებ შერლოკი ვარ ბასკერვილო ცხრნის ჩამიდგინეს ის რეკორდებში ვერ შეხვალშილ თუ ამას და ერქვა ფინალი ფინალურია ფინიშის ხასთან მიმის ჩინა დაბლით ვისადილო ადგაგადი საზონა დაირო და ფრენდონა ჩემთან არ გავა ექსკოვა მე ვარ მეინ პერსონა ფიქრობ მაქვინ თარბოლას ყუილად იმატებ წონა სფერა ფერს მეტყვის საწყეს პატივს არ მივაგებ შეხსოვნას ყოა ეს რო დამიღერე ყოღომ რაღა ჭამოს არ ვარ სათამაშო და არც სათანადო დარბაბაზი დავდე შემდეგი შედევრი ნიკუშ ვერ გაუძლებ მაგრო ის მანქანა და გასასდელს მოულენ სუსტებს ეს პირველი რაუნდია ყველაფერი არ გინახავს მე თუ ფაჩი არ მაქვს მაშინ ეს ფაჩით გამილახავს შენი პირით ქვი შემდეგი ბიტი არის ჩემი ტაიპი ნუ გსხვენია ბავშვო აღიარე რომ ჩაიჯვი რა გაიხსენა ძმამ ვილსონის განსაცდელი სუსტებს და ეს რა ვარჩიოთ ეს რაუნდი კონტი ის იყო რომ ძალიან კარგად იჯდა ბიცე ვაი ბიც ნუ არა ეხა ბიცე რო არ იჯდეს ან მოსკა ან ბანი ეგ ან ის არა მაგას კი არ ვიზახიო ვინმე შეიძლება ვერ იჯდეს უბრალოდ გამოვარჩევი მკუთხით რომ კარგად მოუხდა ბიც ანუ კარგად არა ეხა ბიც რო ვერ მოუხდა ადი ვიდეო შეიძლება ამას ბეთლია პროსტა მე მაინტერესებს ანუ აი რომელი ლაინები დაგამახსოვრდეთ ამ რაუნდში რომელი ლაინები მე ჩემზე დავამახსოვრდე შენ ხარ PvP-ს თვიური თვეში ერთხელ ეგ კი ბიჭო რაღაცები ადრე მუსიკალური აი big step-ა დამევასა მაგრამ big step-ს რეფერენსიც კაი იყო ხო ანუ მე რაც დავამღავე მუსიკას ევასება ვაფშე რა რეფერენსების გამოყენება და ეგ ძალიან მრავალფეროვანს ხდის მის პერფორმანსს რა ანუ თუ ვინმეს აი მაგალითად ტელესტილისტიკა თუ არის რომ აი პანჩლაინები და ფლოუ მკიდია ან ფლოუც შეიძლება ეხა წამოწეული აქვს ცოტა წინა ფლანგზე
მოსკას ეგ რეფერენსები ევასება რა და კაია რა შოუს სხვანაირად ხდის რა. ხო, ანუ სტრატეგია ის აქვს, რომ უფრო მეტად ვაიბი მოიტანოს რა. კი, იმიტომ რომ რაღაც ფანჩებიც ძალიან სერიოზული ფანჩები ქონდა. კი, მაგრამ რაღაცა რაც შეთვის ნაცნობია, ეგ რო სხვა განსაკუთრებულ და განსხვავებულ ფორმაში ხდება და მოულოდნელია. ეგ ძალიან cool არის და ეფექტი. ვით უმეტეს თუ სხვა ბიც მოუხდნენ ამ ყველაფერს რა, ეგეც ძალიან კარგი რაუნდი იყო, ეხლა ვნახოთ საპასუხო რაუნდი ბანის. ბანის რაუნდის მანდ. საინტერესოა და მე კიდე პატარა შეჯამება გავაკეთოთ. ვიყავი ბეთლზე, მაგრამ ისე დროს მივედი, რომ ყველა კარგი ადგილი დაჯავშნილი იყო, ყველგან იდგა ხალხი. ეს რა საბაგიროდან უყურებდა, იცი? ოკეი. წავიდა. როგორც ყოველთვის პირველი რაუნდი MC შემგან ხელმარცხნივ ია Eminem mode მე არა მაქვს პრინციპიან მორალიან ბედი მელოდა ხალხი და მაგიტო გამოვედი ყველამ კარგად იცის მაიქს მერის გამოვდებდი ჭრა და კერვა პივი პიზე ჩემს გამოა ტრენდი რა დაგატოვდა? ოკეი. იმის ჰუდი არაცია, ხო? ჰუდის გახდა. ჰუდი რო გაიხადა და სპონსორი აგახიო. ეგ ძალიან კაი პონტი იყო ზოგადად რა. მე რო უყურე ეგ მაგრა ვიღადავ მაგაზე. ხო, მთელი მუღამიც ეგ იყო. მოკლედ ჰეითის ეგრევე საპასუხოდ ვიცი რომ წამოვდა არწმუნებული ვარ. მოკლედ მეგობრებო, ეგ ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ომეგას თავისი წარმომადგენელი უნდოდა ბეთლზე, იმიტომ რომ ძალიან მოსწონს ეს კულტურა და რა თქმა უნდა მოსკა რადგანაც წასულიყო კალტოსიდან, შესაბამისად არ გამოდიოდა მოსკას დასპონსორება რა. ანუ ცუდად ჩანდა. და გადაწყდა რომ ბანი დასპონსორდება და ომეგა. ბიჭო, მედმოსე და სპონსოროს ომეგა რა. აუ, თემატურია. მაგრამ მოუხდება. შენ ისეთია, ჩადგმული ძმა არ. ხო. ანუ ამას ომეგა ნახავს და აუცილებლად იფიქრებს მაგაზე დარწმუნებული ვარ. ბატონი ომეგა. ოკეი. გავაგზავნეთ. ბანი რატო გამოხვედი მომინდა რომ სახით ვაწმენდინო მონოჰოლი ყველა ჯორი განას დავუშალო მთელი ბოი ბენდი ძმაკაცობა არ არის ვიღაცას ხელს თუ ჩაკიდებ რამდენი ჯორიც მომიგონეთ იმდენ ჯერ ჩაკიდებ ზუსტად მახსოვს ნუმერაცია რამდენ ვაბიჯე სახეზე მაგრამ თქვენ აშკარად სხვა ტიპები ადიდეთ ვაფშე რატო დაიშალეთ რა კარგი გენგი იყავით სპონსორ მამა ყუთი მოგცა და ალბათ ვერ გაიყავით გაგით რა ჩემ განერთმანეთი რომ ვერ დაიცავით ან იქნე ვინმეს გამო სხვა გოგო ვერ გაიცანით რო გაიყო ქსები არ მინდოდა ამის თქმა ბანის ვერ ვაჩერებ არ მინდოდა თავისი თქვა რატო დაიშალეთ მოდი გული გადაგვიშალე იქნებ ბიჭი მარგარიტმა შენი სამი სიტყვა ია ბაურა მოსკა ბაურა უნდა გაჩოქა ერთმა რაუნდმა ფიქრობ რაუნდა ბანი ვინარი როცა ჩემპიონი ლაპარაკობს დაიჭვის სეზონოზე მოვიპარე შენი ნაჩუქარი ფინალი ჯერ სკაიმ დაგაგდო მერე თოვლი დადნა ფინალში გაეწუცა რა კრინჯობა იკადრა ჯერ ტიპი ადგა რაღაც ბრონის ჟილეტი დადგა მერე დაიკიდარები პოდკასტებისა და მე მომიწვია მის ნოხოიცი შენს როიციან მანდრო მე იაზვებოდი ნაჩუქარი ფინალის გამოზევიდან მიყურებდი არის წოდი მეც რო შევხვდებოდი შენ ბოზო ახლა გირჩევ როგორ უნდა დაიბრუნო დიდება დღეს თუ მომიგება გიწევენ თამასას ბოხი ხმითი ბაზრე დრამატურგია და დედა ნარჩე ჩვენ მივხედოთ ჟიურიში დავაყენებ თამადას მე ვარ ანჩელოტი 4-3 დავაშობ ულტრა და გიგზე ნახე რაღაცა პატარა კომენტარს გავაკეთებ რა. თამადაზე მინდა რომ კომენტარი გავაკეთოთ. მე აქ ვინც დგას ახლა მსმენია ამ ადამიანებისგან ძალიან აი ყოა ჩემი ძმა არა და ყოას ქონდა ეგეთი იდეა რომ საერთოდ ვიღაცებმა შეაფასონ ბეთლი რა ვიღაცა სიტყვაზე ვამბობ აი თესეუს ლექტორმა ვიღაცამ აი ეგ ნახე ეგ მოხდება ალბათ ცოტა მერე 1-5 წლის მერე ალბათ რა. ისეთ ბეთლებზე რომელიც ალბათ ფინალი არ იქნება, ან ნახევარფინალი არ იქნება, ან ასე შემდეგ რა. იმ ხალხის რომელიც უბრალოდ მსმენელია რა, თავისი აზრის დაფიქსირება არის ალბათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ სფეროსთვის. რაც შეეხება თამადას, თუ რეალობას რო შევხედოთ თვალებში, თამადა არის ძალიან კარგი მუსიკოსი, თამადა არის ძალიან კარგი პერფორმერი და თამადა არის ადამიანი რომელიც არის გლობალური ტიპი ერთადერთი ქართველი რომელიც კოლორში იყო კი და ერთადერთი ქართველი რომელსაც სოფლიოს მასშტაბით რავი ყოველ თვეში აქვს ტურნეები რა შტატები რავი ერევანი რაღაცა
კაროჩე, მარტივად რო თქვა, თამადას ყოფნა ჟიურიში დადებითი პონტია, ვიდრე უარყოფითი. კარგი მუსიკოსია, უბრალოდ როცა ბეთლის შეფასებას ეხება ამბავი, მაინც მე ვფიქრობ, უფრო უპრიანი არის, რომ ჟიური შეეძლოს პარიანი. რაგი? არ გემოსებოდა ბავშვობაში უპრიანები არ გამე? უპრიანი. არა. არო ჟიურის რაღაც დონეზე მაინც შეეძლოს პანჩლაინის დაჭერა და გაგება რა. ეგ გასაგებია, მაგრამ როცა იყო თამადა ჟიურიში, თამადამ რამე გადაწყვიტა? არა, მაგას არ ვიზამ. თამადა იყო მესამე ჟიური. სამი თამადა რო ყოფილიყო ჟიურიში. სამი თამადა რო ყოფილიყო, ეგ უკვე კეიფია. ეგ ბეთლი არა. ხო და მაგიტომ ვიზახი რა. პირველ ეტაპზე გატესტვის დონეზე რა. ხო. საჭირო იყო თამადა საჭიროა კიდე რა ვიცი 20 არის ნამყოფი ჟიურიში. ოკეი. წავედით? კარგზო შეგიძლია. არახსება პანჩები გამოვედი რადგან ბეთლი მომენად რატორე შენზე თესლი ემსი რო ვარ მაგას არ ჭირდება მსაჯები პანჩლაინი არ არის დინამიკი და ქარი ვარ შენ თუ ფარი იავი ამაში ხმალი ვარ აშენ და ჰარახარე ხაგიცანი იგი მოდი ერთი გაგვიგეთე პანი ვა ყოათე ბაღანა ჩაფინე დეტაკე დემონებს კიჯის გავლა და მე მართა გამიშვი ჩათვალეს ბეთლი მომიგედა ჩემზე თესლი რეპერი ცხა ოღონდ გეხვეწები ცოტა ხანი დაიჯვი მოსკა 24 კამიჯი პროსტა ჯერიხო თავარია ჩემპიონის ვერსი მერე თქვენი flow იმდენი ფოგმაღებინე შენგან გავაკეთე მასკარბონეს რეცეპტები და გამუღამებინო მნიშვნელოვანი ვარ შეკი ვერი და პროსტა მე კი შენივე ბოსთან გეტყვი შენი და დროს ხო ხალხი ჩემოს ასმენად მოვიდა ყველამ და ბოსტა თორე ყველას კიდი აპივიპი სლემიც და მოსკა say what გონის ხურება ჯოჯო ხეთა გიგზიე გავხდი ხალხი ჩემპიონი სანამ ჰაიპს მისდიე მერე სეზონზე გამოვედი ძმაკაცები და გიგდე ბოლოს ავდექი და ჩემი ტრეკიც გაგამიქსიე yeah fuck out of here ეს კარტმა კაი იყო რა გაურყა ბოლოს. მაგრამ მოსკამ წაიღო პირველი რაუნდი ჩემპიონს. მაგრამ პანჩები რაღაც მომეჩვენა რომ უფრო წანის ქონდა. მაგრამ ვაიბი მოსკასი უფრო მომეწონა მეც. მე პანჩებიც და ვაიბიც ამ რაუნდში მოსკასი მომეწონა. იქ არ მართლა ბოდიში, ამას არ ვიძახი რომ რაღაც ისე ჩემი აზრით არ მისმოდა საერთოდ იქ არაფერი, იმიტომ რომ საკუთარი სახელიც კი გავმაზე არ ვიცოდი რომ ჩემზე რაღაც უნდა აღინიშნოს ის რომ მოსკას ალბათ რაღაც ესე 100%-იანი ზრდა აქვს. ბოლო ფინალიდან რა. ხო. ძალიან მაგრამ მოსკაზე ყოველთვის აღინიშნებოდა ისიც რომ ფინალამდე იყო ძალიან კარგი. ფინალი იყო ისეთი რომ აი რაღაცა ცოტა არ შედგა მოსკას და ფინალის ურთიერთობა რა. მაგრამ როგორც ასეთი ამ რაუნდში მოსკა იმენა დომინაციით წაიღო თავისი გოლა. ბიჭო რა მომენტია ეცე იქაც თქვი რა და მე ბანისგან ეხა პირველ რაუნდში უფრო მეც ველოდებოდ. აქ ამ ტიპს ქარიზმა აქვს იუმორი აქვს ძალიან მაგარი, ძალიან ნაკლებ ადამიანზე ვამბობ, რომ ძალიან მაგარი იუმორი აქვს, თქო და ამას ძალიან რაღაცნაირი იუმორი აქვს და მე ვასება ეგეთი იუმორი და პლუს ამას პანჩლაინი ახლა რადონი შეუძლია იცით თქვენ და flow-საც, fast flow-საც არაფერს არ აკლებს რა და მე იქ ერთი მომენტი არ მომეწონა ძალიან ბოდიში, გაგაწყვეტინე, იქ ერთი მომენტი არ მომეწონა ძალიან, აი რაღაც flow-ში რო ძალიან ისე ირევა რა და გადადის და კრინჯი ცოტა სიტყვა, მაგრამ აი დამსტრესა არ მომეწონა ეგ მომენტი იმენა რა. აი ბანის მომენტი თვითონ ანუ ინტონაციით რო იბაზრა რა, რაღაც ლაინები. ხარი ვარ და რაღაცეები. აი მან ცუდად აი არა რა. მე არ მომეჩვენა ცუდად. რაღაც ფლიპი იყო ესეც, აი როგორც მოსკამ გაუკეთა რაღაცეების ფლიპი, ამანაც ხო, მაგრამ მოსკამ რა ფლიპიც გააკეთა, ეგ მომეწონა და უხეშად არ მომხვედრია და ბანისე გადასვლა მოხდა ძალიან ცუდად. იმიტომ რომ კარგი იყო და მე უცებ ჩემთვის უკიდურესად ცუდი გახდა ეგ მომენტი. მე ნორმა, ოკეი. ხო, პონტი ისა, რომ ნუ კარგი პირველი რაუნდები ქონდა უეჭველი რა. შენ ეხა ბაზრობდი გაკრას და გახსოვს ჩემი და ბანის ბეთს რო არეაქტებდი, თქვი ესეთი რაღაცა, რომ რაღაცაო აქო ბანისო რა, რაცო აი და ეგ რაღაცა ჩემი აზრით არის კონფიდენსი, თავდაჯერებულობა, აი რასაც ბაზრობს, აი გჯერა რა. და ეგ ძალიან დიდი ეფექტი აქვს მაგ ფაქტორს. აა ბანიზე იმანაც იმოქმედა რომ სანამ რომელიმე პოდკასტში არ წავიდა არ იტყვის რომ ბეთლს მარტო იმიტომ წერო ბეთლზე გამოვიდეო მანამდე მჯერა. სადღაც მეორე რაუნდებისთვის MC შენგან ხელმარჯვნივ მეორე რაუნდი
დავიმეორებ. ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი და ომეგა ემბერი. PVP-ში დამაბრუნეო ყოასთხო და ჯიმა რა გინდოდა ცოდობი ისედაც მქონდა ყველას ეტენება ვისთანაც კი ბიფი ქონდა არის მოსიარულე ლუბრიკანტი მიკროფონთან გიჩევრო დატოვო მონოჰოლის შენინებით რადგან გიღიმით არნიშნავს რომ ვარ კეთილები რეპერო კი არა ასტორმეტი სანდოზარო ხოდა გაჯი პაჭკოიჩე ნაბოზარო ვიდეო ხოდავერა უნდა დავიდარი ბანიზე თუ კი ვერ გაიდავისე ეს ბეთლი რატო გარისკე ჩაინის და ბეთლი გოხსენი კარიბჭე პანჩებისაც ავიდან ამოვიღე თავი გავერდე ტრაკი რო არ უნდა ლოკო გამიგონია შეხარ მახარა და ფლოუ არის ჭყონია ბიპოლარი რო ვაცოდინოთ მოსახლეობას ჯერ გაგვიღიმებს და მე იტყვის რამე ყლეობას იმდენი ფლოუ აქვს როგორც უნდა ჭრის და კერავს ვაჟკაცობაზე მეტი ფლოუ რო გაგეკტეხავს ნეტა ვიცოდებენ დინებს შერად დაგანათლა რაც არ უნდა დაერეცხები და არ გამართლა მიყურებდი ბალი როცა შედეგი დავდე 10 სანტიმეტრი მოიკელი თუ გინდა მგავდე მე მეგრელი ლანისტერის სისხლი მეტყობა ტაზე მე თუ პატარა ვარ გათამაშებ სამეფო კარზე გენგ ბენგ თუ გინდა დავიწყო თავიდან თავისი თავიდან მე ვერ გაითავის ავიცი ხალხმა ჩვენი ბეთლი ცალკარად რო აღიქვა ქურთი ქართულ ენაზე და ჯამნად თავზე გაიჯვა ჩემი ვიცის რომი შეიგზენი ყველა ბალი და ნატო შეხება კართან ბალი შეხარ ჩემი მარიტა ორი სიყო გარითმა გიო რუსია ლეონიდა შეხარ მატილდა შენმა ვერცეთ მოდაკმა ვერავინ ვერაპაუსა ყველა დარტყმა არის მძიმე რო წერტილი დაუსვა ხოდა ნიშანი არ არის შენი გამოძახილი სანტა კლაუსის ტანზე ხარ და სად არის მარხილი როგორც პირობაზე ბარი დღესაც იზიატერდი კოლისეუმი კარგად ვიცი ეგზამად გავლილი წინა ბეთლები კარგად იცი და მე მაგზავნილი გატრიალები ისე როგორც მეორადი კარვილი მე დღეს არ ვიქნები ყოარო ხოხმაური ისე გაგასაღებ არ მჭირდება აურზაური უნდა ჩამოვართო ყველაფერი რაც კი აბადია ცოტა ველურია მაგრამ მაინც მორჯულებადია ხოდა ჩუმად არა ვინ გაგვიგოს ტრაფიკინგი უნდა მოუწყოთ ხე ჩვენს ამიგოს მაგრამ ტირის ვერ ვაჩერებ და მიღვა რაცრემლები როცა ტრაქში გავუკეთე ჩემი მწარე ვერსები ხოდა შეიღება სული ხოთი ცისფერო შენ როგორ უნდა წამიწიო ბიჭო ცისფერო შენ ცოტა პირფერო ცოტა მლიქფლელო და ასპის არ იყოს ჯეორეპის ტრიპერო სიმყო დავძებეძი ამას რო არ ვეელესები მოსკაბრასმა შეასრულა და შენ ცვალა წესები არერევა დიდების საქმეში უბრალო ბიჭია მომიყევი როგორ შეგაფას აიაგო ხუჭია მაგრამ რატო იაგო ეგ ვაფშე რა მოსატანი ნახე ლურჯი ავტობუსები შენს კლიპებში ამის ტანს კი არა სულ სჭირდება სტერილიზაცია ბევრი არასწორი ფული მოხდა შენ ჯიბეში ფოტის მერიამ კი ბალის ჯიბე გაასუქა ხალხი აჯობდა და ინსტაგრამი გააუქმა იცოდე რა შეთვის მენანება ფურთხიც როცა ქართველობაში გჯობია ქურთი ჩემი ძვაკაცები მაგითხავ ერჩებებით შენი შუში შენობას აკითხავ ჩვენებით ისევ გამიხურეს სელასალამ შეგდგები შენ აკეთე მაგოს ტრაკით მეგი ტექსტებით მე რამდენი გვამიჩებდი მეგი ვერცხები უკვე მივირთვის ადილი შეხარ დესერტი არელოდი რა ხება და ცემლი გერება შენი დემენტორი გასმობედნიერებას მერვე მილი გაიარეს სცენარს ერთი წერს არ მეთახმები სცენარს შევეცი happy ends თუ კი შენ ვერ დადევერცი შენი გენგი წერს ნიკი მჭკუა ვერ გასავლა ხოდა მე ვიწევს მე თუ რამე გაგიტარე შენ ამან არ გაგახაროს ისე ვიზამ ხალხ ჟმონდელმა შენ ძმება დაგაღავნო ვინც ხეიჯის ჩაუდო ეს იმათობა მსხარს ეხლა მე გეტყვი რომ მართლა გადაახტი მორალს არც ერთი მორალი ბალი შენ არ გაყენებს ზიანს მე ვამბობ სიმართლეს იმიტომ რომ მამა ჩემის გაზრდილი ვარ ეს რაზეც ხადაობ და უყურებდი თვალს რემლიას შევეცი ჰიტლერს შენ კი შეუერთდი ჰოლოკოსტის სიას ეს ჩემი ლაინებია ეს ბიჭო ეს ჩემი ლაინებია ბიჭო მე აი წაგანას ვამბობდი რა რეფერენსების გამოყენება უყურს თქო ლაინებად აღქმად მეორადი ქარულის რეფერენსი კი კიდევ ჰოლოკოსტის ამბავი ბანის რაც ფინალში ქონდა და რავი არ მე პირველი რაუნდი უფრო მომეწონა აქ მომეწონა განსაკუთრებით ერთი მომენტი აი ეს ჩურჩულით რო შეყავს და მე რო უტყავს კაროჩე ბიჭო აქ იყო ჩემი აზრით იმეა ფანჩი სუ ფანჩები იყო რა აი სუ ეგრე იყო ან იქ მეორე რაუნდში უფრო პირველ რაუნდში ვაიბი უკეთესი ქონდა მეორე რაუნდში ფანჩები ქონდა რა მე ეგრე დავი მაგრამ რატომღაც შემექმნა შთაბეჭდილება დიდად არ შეტყობია მაგრამ შემექმნა რომ აი ცოტა იმ სიტყვების წყობის გამოთქმა უჭირდა მოსკას დიქციის ვარიანტი გულის ხო? იმიტომ რომ ზოგადად არ ქონდა ეგ პრობლემა, შენ კარგად გემოხსოვდა. ბოლოსკენ ახლა. ხო, ბოლოსკენ ხო. მეც დავამუღავე, მაგრამ ჩემთვის ხელი შემშლელი არ არის. რაღაცა ოდნავ შეიძლება მოგვდეს ყურში, მაგრამ ანუ ის გამოვით რისი თქმაც უნდოდა, ეგ ითქვა რა. სიტყვები არ შეიძლება უბრალოდ სიტყვები არ შეიძლება უბრალოდ სირთულე იგრძნობოდა კითხვაში რა. მაგრამ ეგ ოკეი. აჭკოვიჩ რა. აჭკოვიჩი ნაბუზა. რა გაუძრო იყო. კაი. ახლა გიხმარ, არ გაიძრო, ახსოვს? კაი იყო, საბოლოო ჯამში. კი, ძალიან კაი იყო. ეხა ბანის ბევრი შრომა აქვს. მაგრამ როგორც მახსოვს, მეორე წაიღო ბანი. ბანის ეხა ჩემი ერი დასაკამბეკებელია. ხო.
ჩარტე. რა კაცია ბიჭო. ჩარტი. Ja, როგორც ხომ ვიშორეზია. punchline თერაპია უნდა ჩაგიტარო მოსკა დაძაბე გონება გაიხსენე ის მომენტი შენ აქ რომ გადაწყვიტე მოსვლა ალბათ ვერ გაიაზრე რა და ხდებოდა მეორე აფერისტი სენაკელი ჰეიზენბერგი ვარ პროექტის თუ გინდა არ მოკლა ბოზო თქვი ჩემი სახელი ბანი ვაუ ორმარც გამოდივარ და მთლიანად სვიან ფორმას არ თამაშობ ფრენს ბიჭო არ ვუყურებ ნორმას ამიტომაც გადავიხე ყველა მორალს ყველა პრინციპს ყველა მიწის რომ ახლა ჩემი ძლია უთგემარტო ვიკის რომ თქვენი ბანდა თუ ბანდო ეს გუგა თუ ავტო თუ მეორე ჯერ ისე უნიკის ლავ და რო შეგახსენო ჩემი სახელი არ ჭირდება კუა მოჰავკი და ბრიუს ბაფერი ჩემს ყველა წარმატებაზე შენ პატარავდები ანუ მგონია რომ მონოჰოლში ვადამთავრდები ფინალი რომ მოვიგე მაგამის როგორ გეძინა რო დაგაბულინგეთ ყველა ძაღ უარ გეწკინა შენ გული გერე ვარ განმე ნიჭი და მანაცესო და აგერ დრამინა და ვორონცოვზე ბეტინა say what არწიე ბოზო ფინალი მოვიგი არწიე ბოზო ჩემპიონი ვარ და არწიე ბოზო შენს მაგაც მოვუგი არწიე ბოზო კამარი ჩემი არწიე ბოზო თვალებში მიყურე არწიე ბოზო კლიანად დაგშალეთ არწიე ბოზო მეტი ბოღმამი და არწიე ბოზო მომიწია დიდი ხანი მოსტა ხო ელოდებოდა რა რაღაცაც დაამატებს და აუ ძმამ თავი დამანებეო ჩემი დედავატი ბიჭო აი წერა რა თქვი პელეს რეფერენსი რო არის ეგ ოკეია რა მაგრამ ბიჭო აი ხა წერა რა თქვი საპირისპიროთ მიდის რა მოსკაზე ხა უკეთესი ჰუმორი აქვს ვიდრე ბანის ანუ აქ ეხა პეტლში რა და წერა რა თქვი აი ვაფშე სხვა ბუმერანგივით მომიტრიალდა და ეხა მაგამ ბავში არ ვიცი რა მკვლელი რეაქცია ქონდა ბიჭო ეგ არის არწიე ბოზო თვალებში მიყურე არწიე ბოზო კლიანად დაგშალეთ არწიე ბოზო მეტი ბოღმამი და არწიე ბოზო მომიწია დიდი ხანი მოსტა გამოსული გავი ბეწე რადგან მე ვასება ბროსტა მონოჰოლში ვდავარ ყველა გულა მიმაქ სახში როცა არის ბიძე მოსკან და სანიკიცე კოსტა ბოღმის ადრებას თუ კიდე უპირებ punchline და ნარევას მე ვარ ზარბაზანი შენ კი პროსტა საზარბაზნე ხორცი დათანაპირებენ YouTube-ზე დადებას არაფერს განდობ ყველას მაკაცი ხარ არა ხარ სანდო კიდია მე თქვენი ბანდო და ლეიბლი თავზე გადაჯმულებს უხდები მარტო არასდროს არაფერი არ გამოსდის და თანაც კითხვაც კი არ უჩნდება რატომ ვერსების ამოჭრა კი არა ისეთებს დაგმარტებ ეს ბეტლი ვაფშე არ დადონ ეს არის ჩემი დასახება მე არ მუყვები პრინციპს ხან მოგება ხან წაგება ეგ შენთვის არის მები თორე მე არ ვებუები და ეგ არის ჩვენ შორის ყველაზე დიდი განსხვავება შეხარ გიგაკვეტენაზე ფული საკეთებელი მანქანა როცა გეტყვიან გარებე ძალიან დიდი იმედ გაცუება არის მოსკას თავის მასა ერთად კალათბურთზე რო ატარებენ ვაუ კვეტერასაც გადა ვაიმე გიგუნ იქნა უყურებდი და მეთქი მე მგონი ის არის თქო რა ბანის და ტაჰას ბეტლი გახსოვს ფრისტაილი რო გააძრო ბანი და ეგრევე რა და ხელები აიწია ზემოთ და გიგუნას უყურებ და ხელები მეთქი ეშუათითები არის რაღაცა რო გახსენებენ ბეთლზე თავისით ამოდის მეთქი რა თან იმასაც მოფამფალებული ქონდა ეს და მეც მოფამფალებული მქონდა კაი დავაფულაფოთ განსხვავება შეხარ გიგაკვეტენაზე ფული საკეთებელი მანქანა როცა გეტყვიან გარებე ძალიან დიდი იმედ გაცუება არის მოსკას თავის მასა ერთად კალათბურთზე რო ატარებენ ვაუ მე კი ვარ უკარება ამ პროექტის ასი დაშა ვერავინ მეპარება შენ აერთი ბლებს წერა ცოტა კი მეზარება შეხარ ტოტო ულტრა პრომაქსი თვალები დაგება ზრები იქნება ისწავლო როგორ უნდა ხუმრობები და მე სეტაპები ზაგება პირველ რიგში ბაზელინი ნუ ხარ ნუ ეტენები ვინც მოგიგო რემაჩი მაინც აჩარტარდება და უნდა გამიქაჩო გონი არასწორად გაიგე გამიქაჩო თვალები და მიქაჩე ივას უკდინდა რა ყლეს ახიდას მიყურებდი ყოველთვის ეგეთი ბოღმიანი უნდა დარჩე თუ არა გაგპანჩი მაშინ გეგმაბე ვერასდროს უქნებით შენ და მე გამოვედგინათ სიბრალული შენ და მე ისე ვევასები შენზე ვფიქრობ დღეღამე მოსკა არის მონაჩემი ყველა მონაცემი გააჩნია ჰოდა მოსაცემი მომცეს და მე არ მჭირდება მოსაწევი პროსტა ხუთი მოსაწვევი მინდა ყველა წევრი რო დაჩმორდეს გადაწვით ყველა ეკრანი ორი მარტი არის სტრანი დღე როცა კინაღა მოიგო მოსკა მან უბრალოდ დღე როცა დაბრუნდა ბანი მეორე რაუნდში მოსაწევიო ვიზეთ ხო ბიჭო ამან მეორე რაუნდი არ ვიცი ვიზეთ ხო მაგრამ გაცილებით წარე ქონდა ჩემთვის ეს რაუნდი ბანიმ წაიღო იმიტომ რომ გაცილებით წარე იყო მე ეგრეც მე 40 მაძლევენ ხოლმე და რა
მე საერთოდ არ მგონია. ბიჭო, აი ხა დაამუგავენ ბოლოს ხმაზე. ხო, მაგრა დაენძრა. ტრეკები ქონდა, voice ტრეკები ქონდა. ხო, მაგრამ ამ რაუნდში გაცილებით მეტი ენერგია დახარჯა რა. კი, მაგრამ ყურე მართლა ვერ ვიტყვი ცალსახად რომ ბანი მის რაუნდი ну მე ვამბობ პანჩლაინების ხარჯზე, იმიტომ რომ აქ გაცილებით წარე. მაგრამ მოსკას ქონდა რაღაც დალაგებული პანჩები. ბიჭო, ძალიან სტრუქტურებიც კარგად ქონდა მოსკას აწყობილი, ვაფშე პირველი რაუნდიდანვე რა. ფონტი ეგ არის, რომ ჩემთვის ფრეა ეს რაუნდი. ბიჭო, მე US ვიტყვი დასაწყისში პირველი რაუნდის ბოლოს რაც ვთქვი, რომ ბევრად მეტი შეუულია ბანის. არ შეუძლია. მე ხალ ჩემი აზრით ვხედავ ბანის ალბათ 40% ალბათ ან 50% ან ბიჭო რა არ ვიცი პროსტა რა ვთქვა, იმიტომ რომ პირველი რაუნდი მოსკას მგონია, მეორე რაუნდი 50-50 მგონია. მეც ეგრე ვარ, ზუსტად. ბიჭო, არ ვიცი, რაღაცნაირი თანაბარი ბეთლია. უკვე ხო. რა, აი, წეგან ალბათ პრაიმია მოსკა აქ წესით და ბანის თავის პრაიმთან შედარებით აკლია აქ რაღაცეები რა. ეგრე ვფიქრობ. ჩარტეს. ბანი თვითონ შოუ არ გაჩნია მორალი, თუ შოუ ხარ გატრიალები ღბლიანი ბორბალი, შენ თვითონ ახტები სიტყვას და მითხარი მე რა გიყო, არ უთქვამს არ გამოვალო ეგ უბრალოდ სკრიმი იყო, სკაისთან ბეცე მახსენა, იმასთან ბეცე მახსენა, ჩემზე ლაინებს არ ხსება მთელი სეზონი დამზევდა, ადექი წაიღე ტიტული, მაგრამ კაცის სახელი აღარ გაქვს, რუსია შენი ბრალია რომ ერთ-ერთი კამარი აი ამ ყლეობას აქვს, გასავალდეს რომ ფლექსის ხოდი მქონდა, ნახوي ბიჭო ბეცე მოსკა მოვდა, დასულოკა ორი თვისი მიფი მქონდა, ორი მარტი მონოჰოლში მძიმედ მოხვდა, ისეთი ამაზრზენია რომ ყველა სურს ამისემა, უყვარს ბიფი რეპერეთან ბოლოს ტრაკის მისემა, რეფერენსებით მოგიგებ ჩემთვის დასალევი ხარ, მაგარი დასაჯმელი ხარ, მაგრამ რა საყვარელი ხარ, სულ ჩემი თვალწევდი თავს თუ პრიკუბში ჩამკეტეს, შენ როცა შეგაშინეს გლებმა ურეკავდი პანტერებს, ია ყველა მომესწრია და სულ და გამოიყენეს მომენტი რომ ვიყავი ჩუმად, ეს მაგის გამოხუზე სულ ჩემი თვალწევდი თავს თუ პრიკუბში ჩამკეტეს, შენ როცა შეგაშინეს გლებმა ურეკავდი პანტერებს, ია ყველა მომესწრია და სულ და გამოიყენეს მომენტი რომ ვიყავი ჩუმად, ეს მაგის გამოხუზება სულ და დიდი ხალი ფლოუები ჯოჯოხეთში ხურდა, დაუკითხავად შევაღე სამოთხი შკარები ყველაზე გონდა და მეცი და აღგინე ზალები ჩემი ფლოუ აზრაელის და მაგრია ფასადები ამოხი მარაგები და გადახშედაგები, არც ვიქრი რომ ნახო ვინ რა კაცია, ბანი შენი ტოლი ვარ, მაგრამ შენთვის მე ვარძია, პოდიდან ჯობს ოღონდ შეგან არა, მოსკაზალები რომ ვერ გასვალა, თავში მაქცევს რო გადაიღალა, საფლავით ვარძიაზე ქონდა ეგეთი ისა? ჩემი ეგეთი იმენა რამდენიმე მილიონიანი აზრით ნათქვამი პანჩი მე ძმა ვარ მომისმენი ამ ბეთლებში ან არ მახსოვს ყველა შემთხვევაში. რა სტრუქტურა რა იყო? კონკრეტულად მე შენი ტოლი ვარ, მაგრამ მე შენთვის ვარძია როგორც ძველი ქალაქი თუნდაც და როგორც ბიძა შენი ვარო, ანუ ყველა მხრივ კი, კაი პანჩია. არ ძალიან იმის მაგივრად რო ბიჭო ცოტა კაცობა გესწავლა, დგახარ სირივით იძახი ქუჩა არიცი და როკნა, დამოკიდებული მაგარ წუდი და მithყო თავიდან როგორ წუხდი, ბრალია თავისი თავიდან ბუდი, ჩასრულ საგდიო დასუმი, თურმე რეკავდა სენაკი, მოსკა მიშველეო ერთხელ, ჩემი დისი წაშალონდა, ბანი მარვიზა მომეჯერ, ნაფოსარო ბავშო, ვისი ღირსი არ ხარ მოკითხვის, ფემინურო ქავო, აზაზელი ტრეკებს მოგიძღვრის, ბანი ჩვენში რომ ვღად რა მოსატანია გინება, მაგრამ ხლეს რო დაგიძახებ, ვიცი არ გეწყინება, ვიცი ეს თემა ათასჯერ გადახარ შეუკვეთრიში, მაგრამ რა ვქნა უნდა ვთქვა, კიდევ და ჰასი კიდევ სპირში, შიშით მიყურებდი, როგორ არ დაგიწყო кайფი, ბლოკთან ახლოს კი არ მოჯვი, ვიცი შიშით ჩაიჯვი, სულ ჩემი ხდება დარჩება, ეგ პირველი სამოსელი, ველოდების სრულ ვერსიას, მე მოგიწყე გამოცდები, მე შენ თავიდან მახსოვ ხარ, ფოთი და რო ჩამოხვედი, განაცუდი ბავშვი იყავი, უბრალოდ გამოყალევდი, ჩემს უკან განაძმები, არც ერთი არის შენი ფანი, ხო და ყველა ერთხმად გეტყვით, იდი ნახუი ბანი! გავახლევა ჩვენი გზა კიდევ ერთხელ. PvP flows. მოდი მე აღნიშნავ რომ აი ამ იმიდან რა ქვია მოსკოს რაუნდიდან
ხოლოდე გვარძის თემა მომეწონა ძალიან და ანუ მესამე რაუნდში უფრო მეტად უნდა დახარჯული. ბიჭო, ხო, მაგაში გეთანხმები. ეს ფლოუები და ის კაია, მაგრამ ნუ არ ვიცი რანაირად იწერება ზოგადად ბეთლი, მაგრამ ჩემი აზრით ზუსტად ისი აქვს დაწერილი, როგორც ბეთლის ნუმერაცია წავიდა რა, პირველი, მეორე, მესამე რა. მესამეში აქ ისეთი რაღაცეები გამოყენებული, რაც არც პირველს და არც მეორეს არ მოუხდებოდა რა და მესამე ჩემი აზრით უფრო პერფორმანს წეგან რო თქვი რა, პირველში პანჩლაინები იყო, მე მგონი როგორ ხსენე? პირველში ვაიბი ქონდა. ხო, ვაიბი ქონდა, მეორეში პანჩლაინები იყო და მესამეში ახლა პერფორმანსია რა. აი წეგან რასაც ვამბობდით, სტრუქტურა როცა იცი რაღაცის. ხო, აი ახლა სტრუქტურულად ჩემი აზრით ეგრეა დალაგებული, ან ეგრე გამოვიდა რა, იმიტომ რომ მესამე იმენა პერფორმანსი ქონდა იმ Maflexis იმით რეფერენსით. Obras referensi. თავისი ბეთლებიდან რაღაცეები ჩაატრიალა, სვირსი ბეთლებიდანაც რაღაცეები ჩაატრიალა, ბანის ლაინებიც აიღო. მაგრამ შე როგორც აღნიშნე, აქ იყო ის უფრო მეტი რეფერენსები რა. ხო, ეგ ამბავია. მესამეში ქონდა ყველაზე მეტი რეფერენსი. ბიჭო, მე რაზე გამეცინა, просто შევიკავე, აი შიგნით ვიცინე რა, სახე შიგნით ვიცინოთ. აი ბანი რამდენ ბეთლზეა ამყოფი და რამდენი ბეთლია თვითონ, ხო, რამდენი ბეთლია ჩანატარები რა და ბოლოს ყველაზე რაღაცნაირი სადაც იყო რომ აი ახლა გაბრაზდება და აი რაღაცა საოცრებას გააკეთებს და შეიძლება ზღვარზეც გადავიდეს და რაღაცები ეგ იყო ალბათ ნიკისთან ფინალი ხო მანამდე რაღაცა ეგეთი არ ქონდა ტაჰასთან იყო ის პირველი ბეთლი რომ რაღაცა თავის გარტყმის ამბავი იყო აქ ძმა გაბრაზდა აზაზელზე აი როგორ გაბრაზდა ისე თავის თითქოს აზაზელი რაღაც ახსენე და შემოუტრიალდა რამ გაგაბრაზა ძმა მოკითხვა აქედან პროსტა მან ფაქტს გამომაყალება აი აქვე სადაც ვიყავ ეგ იყო თორე აი ბეთლი ვერ მივხვდი მაგას ხო აი თან ისეთ კონტექსტშიც ახლა არ უხსენებია რომ შეიძლება არ ვიცი რაღაც ინსაიდ რაღაცა ის მიმი შეიძლება გაკეთდეს მაგაზე რა და როგორ მოდის რა აქეთ არ ვიცი აი ეგ გამიკვირდა რა პროსტა გამეცინა რა მაგაზე რომ მეცნი არ მოусმენია და მაგაზე ხო მაგაზე გაბრაზა აზაზელზე როგორ შეგვიქი აი მოდი მე ესე აღნიშნა მოსკოვს მესამე რაუნდს რომ ამ სამი რაუნდიდან ეს ყველაზე სუსტი იყო ბიჭო აი მოდი მე ესე ვიტყვი ბანისაც მოусმენ მე თავისივე რაუნდებთან შედარებით ვიძახი რომ თავისივე რაუნდები მაგრამ ენერგია აქვს ძმას მაგარი ენერგია აქვს კარაჩე ეს დაბუსტვა ხალხის დაბუსტვა და ესეთი ენერგიით გამოსვლა რომ შეგიძლია ძალიან კაია. სტენდაპ ხო იცი? სტენდაპერები არიან ეგეთები, რომლებსაც ეგ ორი მიმართულება აქვთ. ან ძალიან ენერგიულები არიან და ეგოცენტრულები და რაღაცეები და მაგით აჰაიპებენ კომანდას, ან პირიქით ჩილები არიან და პროსტა ბაზრობენ რა, ეგრე. ხო და მოსკას პირველ რაუნდშიც, მეორე რაუნდშიც, მესამე რაუნდშიც ძალიან high level-ზე აქვს ენერგიაც, მაგრამ ეგ მერაბ დვალიშვილია იყო. ხო, ეგ იმენა პერფორმანსისთვის არის ალბათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩემ გადაცემაში, ჩემ რეაქციაში რომ ვილაპარაკო, ეს ყველაფერი ხო შეიძლება, პროსტა რო უსმენ. ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი და ომეგა MBA. გავეშვათ მაშინ. მე ჩამრთველი მეორე სეზონის ჩემპიონი MC ჩემგან ხელმარცხნივ კარგი ბეთლი იყო ალბათ რადგან მოყვა მიწისძვრა ბავშვებს ვანახოთ ამ პროექტში არ არის სისხლისღვრა მოსკა ჩემი ძმა ხალხო ფანჩებს არ უნდა ჩეკი მოდი მე იქანე დამაყენე შენ აქ დადეკი ადგილი ვცვალო ჩვენ კომფორტის ზონაში მამყოფე ბეთლი აუ ბიჭო კარაჩე ეგ ისტორია რა თოვლისთან ადგილები გაცვალეს ვერა მოსკას არ აპატიეს ბანის მარტო ბანის არ უხსენებია ბევრმა ახსენა მაკაცური ბეთლი და მოდი მე იქანე აუ მე ცოტა ჩემენაზე გავიგე და გამისწორდა სხვანაირად მე იქანე დამაყენე აუ კაია კაი ქამერა აი
მიწისძვრა ბავშვებს ვანახოთ ამ პროექტში არ არის სისხლის ზღვრა მოსკა ჩემი ძმა ხალხო ფანჩებს არ უნდა ჩეკი მოდი მე იქანე დამაყენე შენ აქ დადექი ადგილი ვცვალო ჩვენ კომფორტის ზონაში მამყოფე ბეთლი არა ბრძოლა მარტყოფის არ დამეწუწება მაკოფე სულ ერთად იკავით მარტო მე აიწონა მე გადავწონე მოსკა დებილია მარტო ზის მუნდერ კიდი როგორც ამბობენ რა დავაკელი პიცე კლავდა მანგრეველი ვარფაკი და მაკაველი მოიცავი რა დროსაც ჩემ ბაუნსობ ჩემ ვინა აუ ეს ვინ არის? გადი აჩვია რავი შეჭემა ტაჰამ გაიღვიძა ჩემ თვალწინ ხო, ეგ დავამულა. ახლობელი სხვათაშორის მოსკას მეორე რაუნდს თუ თავიდან მოусმენ, ტაჰა შალაბანის ფლოუებსაც იცნობ. არ მახსოვს ეს დამახსოვდა რავი. აუ ეხა უკან გადაახვიე სად გავიჩერა, ენა გამოგვაღე. Τώρα με გადავწონე, მოსკა დებილია მარტო ზის, მუნდერ კიდი როგორც ამბობენ, რა დავაკელი, პიცე კლავდა მანგრეველი, ვარფაკი და მაკაველი, მაგრატლი თუ გადაჭერი, იკივლე და ვარ კარტელი, თან ახალი, თან ვარ ძველი, თან შემტევი, თან ვარ მცველი, მეინსტრიმი, თან ანდერი, ეს რაუნდი დამქანცველი, მანამ დანა მამიცა და აჭარბებს მოლოდინებს, სანამ ბანი თესლა დრეპავს მოსკა პროსტა ხროტინებს, ნუ ღმული ხარ ბიჭო, კამეჩივით გვიყურებს ხალხი, მეგრელების ჩემპიონთან და ისევ კრახი გაგ დეჟა ვიუ და ცოტა მერიდე, მონო ჰოლში არასდროს იქნება შენი დღე, I'm bringing sexy back, ჯობდა ძველი ვერსი, ვარ მოსკა დუხუცესი ხვის კაცია ნეფტი მე, ხარ ფრისტაილის მასალა პროსტა არ მიღინ ხარ წერად, შენ რომ მე მომიგებ მგონი მარტო სენაკში ჯერად, შენ ხარ მათი რობოტი და რასაც ეთყვიან ყლაპავს, გონი მაგი ტოფიქრობს დღემდე რომ მოუგო ტაჰას, ვატრიალე ყველა ლეიბლი დავერდი ბოლოვერსი არის ჩემში, baby goatი აღარ ვარ შემომერია მე ჯაღარა წვერშია, არ გიჩვევ გადამემტერო აქ დიდი აზრებია პატარა ვერშია, ყლეზემ კიდი ადგეს მოგება მოსკა და აცის უკაი ამბებში თუ გავატან, მოსკას აიფს თუ კი გავატან, ორი დღე და უკან დავიბრუნე ვერთი პატლეცი რო თავში დავარტყა, რეიტინგი თუ კი დავარდა, ანუ ბანი ცოტა ავადა, რა გახუარ ვიბას რო თქო რომ კერო ჟიური და თა ბაბადან, არ გამოვრიცხავთან არ მგონია ბეთლი წავაგო, ხომ არ ჯობია ვერსი უწერო და წესი ავაგო, ჩემი მტკივნეული რაუნდები ხატავს დიცურას, მოსკა ყლეზე მთავარია არე წინოს გიგუნას, მაიკი საფირწონე არტისტებს თუ იპოვით, მომიტანთან ერთი გიგუნა და კაცია, აი ეს კადრი ხო არსებობს? აი ეს კადრი. აი აქ დგას სადღაც გიგუნა რა, კროკოს ლოგოსთან. კროკო ის არის ჩემი ძველი სპონსორი რო იყო. ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი აი აქ დგას და აქ უეჭველი გამოჩნდებოდა ეს შუათითები რა. აქ იყო ორჯერ უხსენებია, მე არ მახსოვდა ეგ ორჯერ უხსენებია ახსენებია. ორჯერ ამოწია შუათითები. ხო შეიძლება ეს ამოიწია. უნას მაიკი საფირწონე არტისტებს თუ იპოვით, მომიტრიე და მოსკასთან ერთად დავაყლიფონებ, მკვდარი რეპერების სიას კიდევ ერთ თუ შევმატებ, ანუ მონოჰოლი კიდევ ერთხელ გავადით გორე, არ დისავ, არ კითხავი სექსისავ, შენ მართლა არ ხარ კრისა, მე ჰაიპი არა ფრისგან, დღეს მოსკაინმა პრიზენ ვარ კარცერი პიტებს მიზანს, არ ვაშორებ ერთი ვერსი და ყველა მოჭავს მისას და გაგმიქსავს მონალიზა რაუნდ. ოკეი. მიგდისავსო მონალიზა გაგდისავს მონალიზა ვერ მივხვდი შეიძლება მაკიდან გამომდინარე ბიჭო, ეს თავიდან არის სანახავი, ოღონდ სავარაუდოდ სახლებში არის თავიდან სანახავი, იმიტომ რომ სამი თავისი ტრეკის სახელი თქვა. ორი უეჭველი. მესამე პროსტა ვერ გავიგე და მგონია რომ ტრეკის სახელია. მაკოფე თქვა თავიდან. მან? ხო, აქ. კი, არ დამეწუწება მაკოფე. მაკოფე თქვა, მე რაღაცა თქვა და ბოლოს ეს მონალიზა რა. არ ვიცი, კარჩე, მოდი მე ჩემს ამბავს ვიტყვი, ძმებო. ეს შიფრავს. და არა, შიფერი თქვა გადახურული სახ. მე ვიტყვი რომ ერთ-ერთი ყველაზე ალბათ 50-50-ზე ბეთლი იყო რა. აი ესე მგონია. იმიტომ რომ იქ რაღაცა დამაკლდა, აქ რაღაცა დამაკლდა, აქ რაღაცა ბევრი იყო, აქ რაღაცა ნაკლები იყო და საბოლოო ჯამში პირდაპირ ვთქვა ამ ბეთლს უფრო მაგარ ბეთლს ველოდებოდი ბანისგან, მოსკა ის პრაიმი მივიღე, ეხა რასაც უყურე, რაც ზოგადად შექმნა მოსკამ და არ ვიცი რა, აქ ეხა რო თქვა რომ აი ის მოგებულია, ეს წაგებულია და ასე შემდეგ, ზოგადად, რავი, ჩემი სტილისტიკიდან არ არის ეგ მიღებული და არც მომწონს ეგეთი ამბავი რა. მე მქონდა ესეთი რაღაცა, მე ვაპირებდი
მე დავაყაიმე პირველი 2 რაუნდი ჩემ თავში და აბა მეთქი მესამეში რა მოხდება მაგის მიხედვით ხო, მაგრამ ეხა ხვდები რომ წარმოადგენდა არ მაქვს. ხო, აი ძალიან რთული. ანუ ნახე, კაი, არა, მე ყვებოდი უბრალოდ რომ რთულად გადასაწყვეტი ამბავი იქნებოდა ყველა ვარიანტში. ლირიკულად და რაღაც არ ვიცი, მაგასაც ვერ ვამბობ, მაგრამ ალბათ უფრო მწარე ფანჩები ბანისგან იყო, მაგრამ უფრო ნაკლები მოსკასგანაც არ ყოფილა, მომენტ ეგეც არის. ასევე ვაიბი და დელივერი, ფლეივა თითქოს კი არა უეჭველი მოსკას ჰქონდა, ვიდრე ბანის, მაგრამ თან ბანისაც ნაკლები არ ქონია, ანუ აი ეგ არის. ძალიან თანამედროვე. მოკლედ მე პირადად გეტყვით ბიჭების აზრს რა, იმიტომ რომ ვერც ერთი ვერა მოკლედ ორივე ბედნიერია რომ ჟიურიში არასდროს არ ყოფილან და არც იქნებიან ყოველ შემთხვევაში ამ ახლო მომავალში და თან ესეთი ბეთლებზე და იმედია რომ მათთვის ბეთლები რომლებზეც თოვდეს იქნებიან ჟიურიში იქნება უფრო მარტივად გადასაწყვეტი. წავიდა ჟიურიში ვაფშე ავიჩით. ამას რა ლაბორატორია. ხო და მოკლედ მე გეტყვით რა, ვინც მოიგო, მიულოცოთ მოკლედ გაიმარჯვა ბანემ ამ ბეთლში, მოსკას მართლა ყოჩა. აუცილებლად. იმიტომ რომ ძალიან დიდი აპგრეიდი განიცადა მართლაც და კარგადაც უმუშავია, რაც რესპექტის ღირსია. ხო, ეგ იყო შედეგი რა, ჩვენი აზრით. კიდევ ერთი ისიცოდეთ, რომ ვაფშე მის დაბადებით ავიდან დაიწყო. ერთი ისიცოდეთ, რომ ვინაიდან season of battle-ია, უყურეთ, იკაიფეთ, ისე ამოვნეთ. თავარი ამბავი ეგ არის, ვინ მოიგო, ვინ წააგო, თუ ერთი მსმენელი ხარ მეორესი და იყიდე გაერთე რა. ბიჭებიც ერთობია. პარემ სახეზე ყავს ბატონი ბანი და აი შენთვის ბანის საუკეთესო ბეთლი რომელი იყო? აი ყველაზე მეტად სად მოგეწონა? შენთან? და არა მართლა რა მან თქონდა 3-ვე რაუნდი. ყველაზე მაგარი შენ გადაგარდა. ვაიმე რა ჩეხვები ქონდა 3-ვე რაუნდი. ოღონდ რანაირი, იცი? ანუ ამისკენ მიმართული პანჩლაინებზე კი არ მაქვს, კი არ. ანუ ივასკენ მიმართულ პანჩლაინებზე არ მაქვს საუბარი რა. პერფორმანსი, ბეთლი, ძმაო, პირველი რაუნდი, მეორე რაუნდი, მესამე რაუნდი მუსიკალურად იყო, აი ძალიან მაგარი. საუკეთესო რა. აუცილებლად. და თქვი კიდეც მე რეაქცია თქვა მაქვს, რომ ესეთი 3 რაუნდი არც ერთ ბეთლზე არ მინახია მეთქი ამ სეზონში თქო რა. ეგ იყო ჩემთვის საუკეთესო ვერსია ბანის. მომენტ ნიკისთან ფინალშიც სხვათა შორის ჩემი და ბანის ბეთლს მეორე სეზონიდან ყველაზე მეტი ნახვა აქ ძმაო. ხო, ესე იგი მეც რაღაცას დამიწერდა, ხო. ძალიან კარგი. ყველაზე მეტ ნახავმა შენი რეაქტი კი არა. არა, ხო და ის რაღაცნაირად იქ თუ ბევრი ნახვა აქ, ეს ხო ამოუგდებს გვერდი YouTube. ასწავლე YouTube. მოკლედ ეს ვიდეო დაალაიქეთ უეჭვალი რა, ვინც უყურებთ ხოლმე და ალაიქებთ და აი რა ვხედავთ რომ ვიდეო მინიმუმ 1000 ლაიქს შეადის, მართლა ძალიან გვიხარია. დიჩი მირეკავს ხოლმე ვიდეო კოლით და ტივის. დაალაიქეთ მოკლედ და დიჩი რო ტირის მაგას დავასკრინშოთებთ სადმე დავდეთ. მოდი რა გავაკეთოთ, იცი? ავიდეთ 20000 გამომწერზე. თქვენ 20000 გამომწერზე არ ხართ ხო? სამაგიეროდ შენამის გაკეთება არ შეგიძლია. 2 წელი ვიწვალე. სამაგიეროდ შენამის გაკეთება არ შეგიძლია, ჩვენი სპონსორია ლიდერს. აბარა. თქვენ უყურებდით დიჩის და ივას გადაცემას. მე მათი სტუმარი ზიკო ვიყავი, მოვალ შეხვედრამდე.